და დღევანდელი ვიდეოს ბოლო ნაწილში გადავიდეთ, რომელიც არის უკვე ჩემი პირადი გამოცდილება European Youth Exchange პროგრამის ფარგლებში, როდესაც წავედი ლიეტუვაში. Როგორც უკვე აგიხსენით, გამგზავნი ორგანიზაციით ვიყავი წასული, შევიკრიბეთ 6 ადამიანი და ყველაზე ნათლად რო დაგანახოთ, რამდენად საერთაშორისოა ეს პროგრამები და როგორ ყველანაირ ადამიანს ერგება, ჩვენ 6 შორის 2 იყო სკოლის მოსწავლე, 16 და 17 წლის გოგოები, დანარჩენი 3 ვიყავით სტუდენტები, 19, 21 და 21 წლისები და ჩვენი გუნდის ლიდერი იყო ლექტორი ქალბატონი ანა. ანუ ყველასთვის არის თითქმის მორგებული და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. 27 მარტს გავფრინდით და 5 აპრილს 6-ში გამთენიას ჩამოვფრინდით. პროგრამა იყო ჯამში 10 დღიანი, ოღონდ პირველი და მე-10 დღე იყო გათვალისწინებული მგზავრობისთვის. შესაბამისად, 8 დღიანი პროგრამა გამოვიდა. ანუ რაღაცა ახსნებს და რაღაცებს, actually 8 დღის განმავლობაში ვაკეთებდით. იყო ძალიან საინტერესო, იქაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული ჩემ თავზე პასუხს ვაგებ, რომ სრული სიმართლე არის ეს ჩემგან, რაც მე იმ 8 დღიანი პროგრამის განმავლობაში გამოცდილება მივიღე და ცოდნა მივიღე, მგონი მთელი 4 წლის განმავლობაში არც ერთი საგნიდან ესე კონკრეტულად არ მიმიღია, რაც უნივერსიტეტში ვსწავლობ. პროგრამა იყო 6 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი, ვიყავით ქართველები, თურქები, მაკედონიელები, ბულგარელები, გერმანელები და თვითონ ლიეტუველები. პროგრამის სათაური იყო Integration of Ukrainian Refugees, the Human Library Method, რაც ნიშნავს უკრაინელი ლტოლვილების ინტეგრაცია და ადამიანთა ბიბლიოთეკის მეთოდი. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი გვყავდა, უკრაინელი ლტოლვილები, მაგალითად ახლა გერმანიიდან 6 წარმომადგენელი იყო, თუმცა ამ 6 წარმომადგენლიდან 6-ვე იყო უკრაინელი, რომელიც ომის გამო 3 წელია უკვე გერმანიაში ცხოვრობს. ძირითადი ფოკუსი იყო უკრაინელ ლტოლვილებზე და მათ ინტეგრაციაზე, ასე ვთქვათ. ამ პროგრამას 4 ორგანიზატორი, 4 ფასილიტატორი ყავდა, ალექსი, ლორინასი, გოგჩია და ბორი, 4-ვე უსაყვარლესი, ისე ქონდათ ეს მოვალეობები ერთმანეთში გადანაწილებული, რომ ჩვეულებრივად teamwork იყო რაღაც ბოლო დონეზე. რო ვუყურებდი ამ 4 ადამიანს, მან ვფიქრობდი და ჩემ თავთან დავდე პირობა, რომ მეთქი ამათი მე-5 წევრი ოდესმე უნდა გავხდე მე. ამათ გუნდს უნდა შევუერთდე და პროექტები ამათთან ერთად დავაორგანიზო. იმედია, ღმერთი კარგად მისმენს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს მსგავსი რაღაცის. ალექსი იყო ძირითადად ვინც გვიხსნიდა ამ ყველაფერს. გოგჩია და ლორინასი უფრო ლოჯისტიკურ საკითხებს აგვარებდნენ და ბორი იყო სოციმედია მენეჯერი და გვიღებდა ვიდეოებს, ფოტოებს და ასე შემდეგ. ვრჩებოდით River House-ში, უმაგრესი სახლი იყო, თვითონ პერსონალი სტაფი შესანიშნავი, რაღაც სასწაულ საჭმელებს გვიმზადებდნენ, ანუ პირადი შეფი გვყავდა, რავი ის 8 დღე, 10 დღე კომფორტში გაგვატარეს ჩვეულებრივად. ჩვენ თვითონ ქართველი მონაწილეები ძალიან დავახლოვდით ერთმანეთთან და განსაკუთრებით დავახლოვდით თურქებთან. ეს თურქები და ქართველები ყოველ დღე, ყოველ საუზმეზე ლანჩზე, ვახშამზე ერთად ვისხედით, ვლაპარაკობდით, ვჭორაობდით. ძალიან კარგი იყო მოკლედ. ზოგადი დინამიკაც გუნდის ძალიან კარგად შევეწყოთ ერთმანეთს. კულტურული საღამოები გქონდა პირველ და მეორე დღის პროგრამის, ძალიან კარგად და საინტერესოდ ჩაიარა. უამრავი ადამიანი იყო, სხვათა შორის დაინტერესებული კონკრეტულად საქართველოსი, რამაც რა თქმა უნდა ძალიან გამახარა. და ახლა უშუალოდ Human Library Method-ზე მინდა 2 სიტყვით მოგიყვეთ, ანუ რა ვისწავლეთ იქ მთელი 8 დღის განმავლობაში. ზოგადად ვეხებოდით ისეთ თემებს, როგორიც არის დისკრიმინაცია, სტერეოტიპები, prejudice, bias-ი და მსგავსი ტერმინები განვიხილეთ და ამ ტერმინების გარშემო იყო სხვადასხვა თემები. გვქონდა რაღაცა თეატრალური დადგმები ბრჭყალებში, სახალისო ჯგუფური სამუშაოები, ყოველდღე ვაკეთებდით რაღაც ენერჯაიზერებს, ეს ყინული, ასე ვთქვათ, ჩვენ შორის რო გამლღვალიყო და მოკლედ ძალიან კომფორტული გარემო შეიქმნა. იმდენად კომფორტული გარემო შეიქმნა, რომ ბოლო დამშვიდობების დღეს თვითონ ორგანიზატორებიც კი ლამის ტიროდნენ ჩვენთან ერთად. და რა არის ახლა ეს ადამიანთა ბიბლიოთეკა? 2000 წელს შეიქმნა რონი აბელგერისა და მისი მეგობრების მიერ დანიაში, ანუ აქედან იღებს სათავეს. სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამაც გამოიწვია იდეაში ამ ადამიანთა ბიბლიოთეკის მეთოდის ჩამოყალიბება. ანუ ამ დამფუძნებლების სამეგობრო წრეში ერთ-ერთი მეგობარი მოკლეს, როგორც ვიცი, რაღაც ღამის ცხოვრების დროს, ასე ვთქვათ, კლუბში თუ სადღაც რაღაც შეხლა შემოხლის დროს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მსგავს ძალადობას ჰქონდა ადგილი. და სწორედ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შეიქმნა ეს, ასე ვთქვათ, სამეგობრო ბიზნესი, არ ვიცი რა ვუწოდო. პირველადი მისია იყო ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჩამოყალიბდა როგორც Human Library Method. თავარი მიზანი
არის unjudge someone. აი როგორც წიგნზე ვამბობთ ხოლმე, რომ წიგნი ყდით არ განსაჯო, ეს დებულება უნდა გადმოვიტანოთ ადამიანებზე და მოვარგოთ ადამიანებს. ჩვენ თვითონ ყველანი ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, და თუნდაც ქუჩაში რომ გავდივართ და ვიღაცას დავინახავთ, რომ რაღაცნაირად უცნაურად ჩვენთვის მიუღებლად აცვიათ, ანუ რაღაც დაშვებებს მაინც ვაკეთებთ ამის შესახებ გონებაში, რომ აი გავიფიქრებთ, რომ ვერ არის ეს კარგად, ან რაღაც ხო ხვდებით, რის თქმა მინდა და ამ human libraries მეთოდი მთლიანად არის ის, რომ სანამ ვინმეს განსჯი რაღაც კონკრეტულის გამო, მანამდე მოусმინე ამ ადამიანს, იქნებ რა აქვს გადატანილი და რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. ეხლა რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ბიბლიოთეკასა და ადამიანთა ბიბლიოთეკას შორის? ჩვეულებრივ ბიბლიოთეკაში ადამიანები შევდივართ, ბიბლიოთეკარს ვესაუბრებით, რაღაც კონკრეტულ წიგნს ვეძებთ, ან არ ვეძებთ კონკრეტულს, ანუ ზოგადად წიგნებს ვათვალიერებთ. ავიღებთ ნებისმიერ წიგნს, დავიჭერთ ხელში და სახში მიგვაქვს ან იქვე ვკითხულობთ, ხო? ანუ მთავარი ბიბლიოთეკის არსი არის ეს. თუმცა რა ხდება, როდესაც ვსაუბრობთ human library-ზე, ადამიანთა ბიბლიოთეკაზე? ამ შემთხვევაში, როდესაც რაღაც სივრცეში შედიხარ, მოდი ასე ვთქვათ, წიგნების ნაცვლად გვხვდებიან ადამიანები. ირჩევ რომელიღაც ადამიანს და რომელიღაც ისტორიას, ჯდები მათთან, მათ შლი და როგორც წიგნებს მათ კითხულობ. ანუ წიგნი გადაიქცევა ადამიანად და კითხვის პროცესი გადაიქცევა მოსმენად. ანუ ეს ადამიანი თავის წიგნს, თავისი ცხოვრების ისტორიას, რაღაც კონკრეტულ მომენტს გიყვება და შენ უსმენ. შემდგომ შენ კითხვებს უსვამ. ეს მეთოდი დღეის მონაცემებით უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და ჩვეულებრივად არსებობს რაღაც ცენტრები ადამიანთა ბიბლიოთეკის, სადაც ესეთი შეხვედრები და ივენთები ტარდება ხოლმე. და მაგალითად შეხვედრები არის ხოლმე ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ლტოლვილებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ან ადამიანთან უბრალოდ რომელსაც რაღაც კონკრეტული გადახდა ცხოვრებაში. და რა არის ახლა მთავარი მიზანი, რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს ადამიანთა მეთოდი? ზოგადად ხელს უწყობს ტოლერანტობას, ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას, ხელს უწყობს ამ სტიგმებისა და სტერეოტიპების მსხვერპლს, რეალურ კავშირს ქმნის რაღაც ადამიანებს შორის, ემპათიის გრძნობას გიღვივებს, როდესაც ვიღაცას უსმენ, რაღაც სევდიანს გიყვება. ასევე ზოგადად ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და მით უმეტეს კარგია ეს მეთოდი, როდესაც განსხვავებული კულტურების ადამიანებს შორის ხდება დიალოგი. და ზოგადად სხვისი ისტორიები ძალიან ხშირად ჩვენი мотиваციის წყაროდ იქცევა ხოლმე. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სკოლაში ვიყავით მისულები იქ ლიეტუვაში და ბავშვებს, სკოლის ბავშვებს გავუზიარეთ ეს ისტორიები, ანუ ჩვენ მონაწილეები ამ პროგრამის ვიქეცით წიგნებად, 40-მდე მონაწილე ვიყავით და 13 გავხდით წიგნი. ერთ-ერთი ვიყავი მე, ვიქეცით წიგნებად და ჩვენი ისტორიები გავუზიარეთ დამსწრეებს. იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი მართლა. ბევრმა ადამიანმა მოახდინა ჩემზე გავლენა, ვფიქრობ, რომ ბევრზე მეც მოახდინე გავლენა და ძალიან სასიამოვნო დადებითი პოზიტიური კავშირები შეიქმნა. მაგალითად, ჩემი წიგნის ყდა რომ განახოთ, აი აქ არის, ისე ფოტოს სახითაც ჩავსვა, მგონი უკეთესი იქნება. და აღგიწერთ ისე. ჩემი წიგნის სათაური იყო ბორბოლეტა, რაც პორტუგალიურად ნიშნავს პეპელას, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მიყვარს პეპლები, პატარები, ნაზები და ლამაზები არიან და უყვართ ფრენა. სამყაროს ანუ აღმოჩენა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლევადიანი სიცოცხლე აქვთ, უყვართ სილამაზეებით ტკბობა. წინადადება, რომელიც ჩემ წიგნს აღწერს, არის Is it better to speak or to die? რაც ქართულად ნიშნავს ჯობს ილაპარაკო თუ ჯობს მოკვდე, არის წიგნიდან და ფილმიდან Call Me by Your Name, შენი სახელით დამიძახე, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია. და ნიშნავს აი, როდესაც ალბათ ბევრს გქონიათ ესეთი მომენტი, რაღაც რომ უნდა გააკეთოთ და დილემის წინაშე რომ დგახართ, რომ აი მაგალითად არ ვიცი, ვიღაც ადამიანი მოგწონს და გინდა რომ უთხრა რომ მოგწონს, მაგრამ დილემის წინაშე დგახარ. აქვს რაღაც შიში უარყოფის და წინ ვერ დგავ ამ ნაბიჯს ვერ ეუბნები რომ მოგწონს და მთელი არსი ამ წინადადების არის იმაში რომ ჯობს ეხლა ვუთხრა თუ მოვკვდე ამ ჩემს გრძნობებთან ერთად და რაღაცა 5-10 წლის მერე ვიფიქრო ამაზე და ვინანო რომ აი რატო არ ვუთხარი. ყდაზე მხედავთ მე შუაში წიგნთან პეპელასთან ერთად და უკანა ფონზე არის პორტუგალიიდან რაღაც ერთი შენობა ლისაბონიდან, ერთი აქეთ პორტოს ხიდი. იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორია ბორბოლეტა წიგნი რაც იქ ბავშვებს გავუზიარე, ძირითადად დაკავშირებული არის როგორც ჩემს YouTube არხთან, ისე პორტუგალიასთან და ჩემ პირველ ერასმუს გამოცდილებასთან. სულ ეს იყო მეგობრებო, რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა, ანუ დღეს გავიარეთ საკმაოდ ბევრი საკითხი, ვისაუბრეთ ერასმუსის პროგრამებზე, გათვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე, ანაზღაურებული პროგრამების შესაძლებლობებზე, ასევე გაგიზიარეთ რას ვაკეთებდი ლიეტუვაში 10 დღის განმავლობაში, რა არის human library მეთოდი და ვფიქრობ რომ საკმაოდ ინფორმაციული ვიდეო გამოდგა. თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან დიდი მადლობა რომ ისევ მიყურებთ, მისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.